დონალდ ტრამპი კუბაზე თავდასხმისათვის ემზადება? სწორედ ამას განიხილავს დასავლური პრესა ბოლო 2 კვირის განმავლობაში და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღებაც. გასულ კვირას გამომცემლობა პოლიტიკო ალაპარაკდა იმაზე, რომ შეერთებული შტატების სამხედრო განლაგება კარიბის ზღვაში არ შეცვლილა მიუხედავად ირანში მიმდინარე ომისა. ამერიკას კარიბის ზღვაში დღეს ყავს ავიამზიდები, სამხედროები, დრონები, აქვს ყველანაირი მზადყოფნა იმისათვის, რომ კუბაზე მიიტანოს იერიში, ამას სჭირდება მხოლოდ დონალდ ტრამპის ბრძანება. ამას ემატება ისიც, რომ გასულ კვირას გამომცემლობა აქსიოსმა გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა სტატია, რომლის მიხედვითაც კუბამ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად 300-ზე მეტი დრონი შეიძინა რუსეთისგან და ირანისაგან. ეს დრონები კი გაჟონილი დოკუმენტის მიხედვით სჭირდებოდა კუბას შეერთებული შტატების გვანტანამოს ყურის ბაზაზე იერიშის მისატანად. ხოლო ამერიკის სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელი შეხვდა კუბელ კოლეგებს, სადაც განიხილა გვანტანამოში ამერიკის ბაზის უსაფრთხოება. რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს კუბაზე? რატომ შეიძლება მას უნდოდეს კუბაზე იერიშის მიტანა და მაინც და მაინც ახლა? ამ ყველაფერს გაიგებთ ჩვენს YouTube არხზე ამ ვიდეოში და არ გამოტოვოთ. ჩვენმა მაყურებელმა უკვე კარგად იცის, რომ მსგავსი მოვლენების ანალიზს ყველაზე პირველი მოისმენთ მხოლოდ ჩვენს არხზე. და თუ თქვენს გაინტერესებთ დროული ფაქტებზე დაფუძნებული გეოპოლიტიკა, გამოგვიწერეთ. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.